მოგესალმებით, გთავაზობთ ელიზაბეთ ეპრილის ინტერვიუს ისევე იმ თემასთან, რაზეც ისაუბრა სტივენ გრირმა ეთერ შოუში და საერთოდ ამაზე საუბრობენ ყველა კონტაქტორები, რადგან ეს მოვლენები გახშირდა უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებით და მე ვცდილობ ინფორმაცია მოგასმინიდოთ ყველა წყაროდან და შემდეგ ანალიზი გავუკეთეთ თქვენ, როგორც თქვენი გული კარნახობთ. დავიწყოთ. ელიზაბეთ ეპრილი ამბობს, რომ სანამ მე დავიწყებო, მე მინდა თქვენ გითხრათო, რომ მე ვარ თვალყურ შორიდან, ეგრეთ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ მე შემიძლია შევიდე ტრანსმედიტაციის ღრმა მდგომარეობაში, შემიძლია გამოვიდე ჩემი სხეულიდან, ან დავუბრუნდე ჩემს სხეულს, სადაც ის იმყოფება. და მე დღესაც იგივე გავაკეთე, გამოვედი ჩემი სხეულიდან, რომ გამერკვია თუ რას წარმოადგენენ ეს უპილოტო საფრენი აპარატები. აი ეს არის ეპრილი, ელიზაბეთ ეპრილი. და სინამდვილეში რა არის ამ უპილოტო საფრენი აპარატების დანიშნულება და რა შეიძლება პოტენციურად ჩვენ ვნახოთ 2025 წელს. ძალიან ბევრი სასარგებლო ინფორმაცია და თქვენზე დამოკიდებული გინდათ მიიღეთო, გინდათ არ მიიღოთო. თუ შენ პირველად შემოდიხარ ამ არხზე, მოგესალმები. რას გვაჭვევენ ჩვენ მოტყუების მიზნით? იყო შემჩნეული რამდენიმე ნათება ღამით ნიუ-ჯერსიში, მაგრამ ეს ახლა ვრცელდება ნიუ-იორკზე, ვირჯინიაზე და პენსილვანიაზე. და მე ეჭვი არ მეპარებაო, რომ ეს გაგრძელდებაო. უბრალოდ მე ხა მინდა დავამატო, რომ შეიძლება იგივე განმეორდეს ყველა ქვეყნებში, არა გამორიცხული, რომ ეგ მოხდეს საქართველოშიც, რომ ხალხი ან ხალხს თავს აუბნიონ, ან დააჯერონ სიცრუეში. ეს ნათებები, განათებული ბურთებივით რაღაც ობიექტები დაფრინავდაო კერძო რაიონების ზევით, აგრეთვე სამხედრო რაიონების ზევით. აგრეთვე მათ ხედავდნენ ჯგუფურად, რომლებიც დაფრინავდნენ ჯგუფურად. ეს ერთეული ინციდენტი არ არის, საერთოდ ხდება მრავლობითი გაფრენა ამ ობიექტებისა შუქის ჩართვით, განათებული შუქით. და ხალხი აცხადებს, რომ ისინი არიან ზომით, როგორც ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომანქანა. მე ხა მოგიყვებით თუ რა ვნახე. ჩემი სხეულიდან გამოცლის შემდეგ მე შემეძლო ყველგან მქონოდათ სტომა და მე ხა მოგიყვებით თუ მე რა ვნახე. სანამ გადავიდოდი ინფორმაციაზე, მინდა ჩემი გამოცდილება აღწერო, რადგან ეს ძალიან საინტერესოა. როდესაც თქვენ იყურებით მომავალში, თქვენ გაძლევთ მიზანს, ან როგორც ჩემ შემთხვევაში, მე თვითონ ვირჩევ მიზანს. რა ხდება? რა ემართება ან უპილოტო საფრენ აპარატებს, NLOs. დღეს ერთი საათის უკან, სანამ მე ჩავშდებოდი მედიტაციაში, რომ მომზადებულიყავი სხეულიდან გამოსასვლელად, მე გამოგზავნე ნიუ-ჯერსიში. იქ არის სამხედრო ბაზა და ამ ბაზაზე არის რაღაც მიწისქვეშა ობიექტი. მე ადრე არასდროს ყოფილ ვარ ამ სამხედრო ბაზაზე. ეს იყო ჩემთვის სიახლე. როდესაც მე იქ მივედი, რამაც გამაოგნა, რომ იქ იყო სხვა ნათელმხილველებიც, ალბათ ისეთივე ცნობის მოყარეები, როგორც მე. ისინი არ იყვნენ რაღაც ჯგუფის ნაწილი და преследовали никаких других. არ ეკიდებოდნენ რაღაც სხვა მიზნებს.
მათთან მხოლოდ ცნობის მოყარეობა. მე აი რა ვნახე. იქ იყო განლაგებული მაქნები, მაგრამ ამ მაქნებში არ იყო გონიერი სიცოცხლე. უბრალოდ იყო მაქნები. ამ მაქნებით მართავდა სამხედროელები ან საიდუმლო სამსახური. მე აგრეთვე არ მინახია იქ ადამიანები, რომლებიც მართავდნენ ამ მაქნებს. ეს იყო უპილოტო მაქნები ან აპარატები. მე ჩავედი ამ სამხედრო მიწისქვეშა კომპლექსი, რომელიც განლაგებულია ნიუ-ჯერსში. დავნახე თუ იქ რა ხდება. იქედან უშვებენ ბევრ ასეთ აპარატებს. იქ არის საწყობი ამ აპარატების დიდი რაოდენობით, მაგრამ ისინი ნამდვილად არ არიან უცხოპლანეტელები. ეს იყო გასაგები თავიდანვე. მოდი დავარქვათ ადამიანებს, ვინც მართავს ამ აპარატებს, დრონების ოპერატორები. ისინი მუშაობდნენ ნიუ-ჯერსის ბაზიდან და მე რამდენიმე კითხვა დამება და გამეკო თუ ვინ იყვნენ ისინი და რისთვის უშვებენ ამ აპარატებს ასე დიდ რაოდენობაში, მაგრამ მე ვერ შეძელი პირდაპირ პასუხი გამეკო სამხედროელებისაგან. ზოგჯერ მე ბლოკავენ ინფორმაციის რომ ინფორმაცია არ გავიგო, რადგან მათ ბევრი რამე აქვს დასამალი, ან შეიძლება კაცობრიობა ჯერ არ უნდა გაიგოს, რათა რა გასაგები და ამიტომ მე ბლოკირებას მიკეთებენ, რომ ინფორმაცია ვერ გავიგო. თურმე ნიუ-ჯერსის სამხედრო ბაზაზე არ არის არანაირი ინფორმაცია, არა გამორიცხული და თან ნამდვილად ჩანს, რომ ამ დრონების ოპერატორები მათ არაფერი არ იციან. მათ წარმოქმნას კი არ აქვს, თუ რისთვის უშვებენ ისინი ამ დრონებს. მათ არ აძლევენ არანაირ ინფორმაციას და მე ვთქვი მაშინ, წამიყვანეთ იმ ადგილას, სადაც მე გავიგებ, თუ რატო ხდება ეს ყველაფერი და მე გავემგზავრე პენტაგონში, რომელიც განლაგებულია სულ სხვა ადგილას, სასაკვირველია. მე შორიდან უდალიონა, ესე იგი შორიდან შენი სხეული იმყოფება ერთ ადგილას, შენ გამოდიხარ შენი სხეულიდან და შენი სული, ასტრალური სხეული, სადაც უნდა იქანე მიაღწევს, კედლებშიც კი გადის, მას ვერაფერი შეაჩერებს და სადაც შეუძლია იქცავა და ამიტომ ამბობს ეს გოგო. ახლა მე გამემგზავრე პენტაგონში, ის სინამდვილეში ფიზიკურად კი არ გაემგზავრა, არამედ მისი ასტრალური სხეული გაემგზავრა, რომელიც გამოვიდა ფიზიკური სხეულიდან. ხო, სკეპტიკოსებმა შეიძლება არ დაიჯეროთ ეს. ახლა კი განვაგრძობ. და მე შევედი შენობაში და სანამ მე ამას გავაკეთებდი, მე მასკირება გავიკეთე ჩემ თავის. მე არ ვიცი პენტაგონში როგორი დაცვა, მე იქ არასდროს არ ყოფილ ვარ. ჩემ სხეულ პროექციაში საბედნიეროდ მე ვერ მიცნეს, უпроსორად ვერ შემამჩნიებს. ამას ეს იმიტომ ამბობს, რომ ზოგიერთ დაცვას ყავთ სპეციალური ექსტრასენსები, რაღაც ძალიან უნარი ფლობელი, რომლებიც ამჩნევენ სულიერ სხეულებს, რომლებიც მოძრაობენ ეს ასტრალურ სხეულს, უпроსორად მე გულისხმობ ასტრალურ სხეულს. კი, შეუძლიათ ასტრალური ადამიანი გამოსული სხეულიდან ასტრალურ სხეულში ისინი შეამჩნიონ. ხო, თუ ყავთ ოღონდ ასეთი დაცვა, რომლებიც ხედავენ ამ სხეულებს. ზაპილაგონი გამოიყურება და როგორც სამხედრო კინოებში საჭიროა კოდი, რომ შეხვიდე. ეს იყო დიდი ოთახი, დიდი ეკრანებით, მაგიდით და რამდენიმე სამხედროელებით, რომლებიც ნიშნեն მაგიდის გარშემო და მსჯელობდნენ რაღაც ოპერაციაზე. ეს იყო ის, რაც მინახე პენტაგონში. როგორი ტყუებიან, ამბობენ, რომ მაგათმა არაფერი არ იციან და მე ვიცი სინამდვილეში, რომ მაგათმა ბევრი რამე იციან. გადაწყვეტილებები მიიღება ამ ოთახში ეტყობა. მე უფრო ღმად შევედი და ვკითხე, ვინ დგას ამის უკან და რა გაძრახები ამოძრავეთ მაგათ. შემდეგ მე გავემგზავრე სხვა ადგილას, სადაც იმყოფება ბაზა ჩრდილური
სახელმწიფოსი შეიძლება დაარქვა ამ ადგილს სამხედრო ბაზა, მაგრამ ისინი იქ მუშაობენ. საინტერესო იყო გენახათ თუ მე როგორ გადადიოდი ერთი დონიდან მეორეზე იმის ნით რომ მივიღო რაღაც ინფორმაცია. როგორც მე ვამბობდი, ეს ზედამიწიერი საფრენი აპარატი მართვადია დისტანციურად, მაგრამ ეს არ არის უცხოპლანეტური ხომალდი. ის ჩანს რომ დაკავშირებული ან სამხედრო ან საიდუმლო ოპერაციებთან და ისინი აფრენილია ამერიკის ბაზებიდან. მე მინდა დავაზუსტო რომ ერთ-ერთი ჩემი კითხვისაგან რატომ მაინდამაინც ნიუ-ჯერსი, როგორც მიგითხარით, სამხედრო ბაზებმა ნიუ-ჯერსში ვერაფრის თქმა ვერ შეძლეს, მაგრამ როდესაც მე მივმართე პენტაგონს, ყველაფერი გახდა ნათელი. ეს გიგანტური დრონები იყო შექმნილი დიდი ხნის უკან, მათ თვლიან უკვე დაძველებულ ტექნოლოგიად. ეს გიგანტური დრონები იყო განლაგებული აღმოსავლურ სანაპიროზე. ისინი იყვნენ განლაგებული იქ იმისთვის, რომ ადვილი ყოფილიყო მათი გამოყენება, როდესაც მათ დაჭირდებოდათ. მე ვერ გავიგე რა ოპერაციებს გეგმავდნენ ისინი, მაგრამ ეს უპილოტო საფრენი აპარატები იმისთვის იყო ამ აღმოსავლურ სანაპიროზე განლაგებული, რომ ადვილი ყოფილიყო მათი მართვა საზღვარგარეთში. აი რისთვის იყვნენ ისინი ნიუ-ჯერსში. როდესაც მე შევეცადე ერთი დრონი გამომეკვია, მე ნახე რომ რაღაც ხელსატყო იყო მიმაგრებული ზოგიერთ დრონს. ესე იგი ეს ხელსატყო ყველა დრონებს არ ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთ დრონებს ჰქონდა მიმაგრებული. ეს ხელსატყო გამოიყურება როგორც მეტარკინის კოლოფი. ეს არის რაღაც რადარი ან რაღაც სკაინერი და მე არ მესვოდა თუ რატომ ჰქონდათ დრონებს რადარული მოწყობილობა ან რის სკანერებას აპირებდნენ. მათ აქვენ ორი მიზეზი. პირველი მიზეზი ისა, რომ ეგენი ამ ტექნოლოგიებს უკეთებენ ცდებს, ატესტებენ. ისინი სინამდვილეში აპარატებს კი არ უტარებენ ტესტს, არამედ უტარებენ ტესტს იმ ხელსატყოს, რომელიც ჩამოგავს ან რადარს, ან სკანერების ხელსატყოს. კიდევ გეუბნებით, რომ მე არ ვიცი ეს რაღაც რა არის, მაგრამ ის იყო მიმაგრებული უპილოტო საფრენ აპარატს. საიდუმლო ოპერაციები რაც არ უნდა იყოს, იყენებენ ამ უპილოტო საფრენ აპარატებს, ამ დრონებს ღამის პერიოდში, ღამით. ესე იგი, უშვებენ ამ დრონებს ღამით, რომ გაარკვიონ თუ რა რეაქცია ექნება საზოგადოებას. და აი ინფორმაცია, რომელიც მე ამოვიღე იმ ჩრდილოურ სახელმწიფოსგან, ეს გავს იმას, რომ ჩრდილოური სახელმწიფო აძლევს თავის ინსტრუქციებს პენტაგონს, უბრალოდ უგზავნის თავის ინსტრუქციებს პენტაგონს. პენტაგონი კი ინსტრუქტორს უტარებს ამ სამხედრო საიდუმლო ბაზებს მთელი ამერიკის ტერიტორიაზე. იმისთვის, რომ ჩანერგონ ეს ძველი ტექნოლოგია. ამგვარად ისინი მათ აინტერესებს თუ საზოგადოებას როგორი რეაქცია იექნებათ ამ მრავალი დრონის დანახვაზე, ან ამდაგوار რაღაცა. ეს გამოიწვევს თუ არა შიშ, ქაოსს, პანიკას. ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოსინჯვა სიტუაციისა. ეს არ არის ბოლო. ამას კიდევ რაღაცა მოყვება. მე ჩაფიქრდი იმაზე თუ რა არის ამათი ბოლო მიზანი და თუ ეს უბრალოდ რაღაცის მოსინჯვა, თუ რა უნდა ამათმა მოსინჯონ, რა უნდა ამათმა როგორ ვთქვათ, გაარკვიონ, რა უნდათ მაინდამაინც რა უნდა გაარკვიონ. მე მივხვდი იმას, რომ ეს იყო საპრობო ტესტი ტრამპის ადმინისტრაციის წინაშე ჩრდილოური სახელმწიფოს მხრიდან. მე გამიკვირდა, რომ ეს მაგათმა ჩაატარეს ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლამდე. მერე ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ მათ უნდათ აფეთქება. აი ეს სიტყვა მოვიდა ჩემამდე. მათ უნდათ ააფეთქონ, არ ვიცი ეს პირდაპირ გაგებითა თუ
უბრალოდ ახალი ადმინისტრაციის ნდობა დაანგრიონ, შეიძლება ეგიც იყოს. ჩვენ ვლაპარაკობდით დრონებზე ბევრჯერ, მით უმეტეს 2024 წელს, ისინი ეძებენ დღის ახალ გეგმებს, ახალ როგორც იტყვიან, უნდათ კიდევ რაღაც მოიფიქრონ მისთვის, რომ ჩახლართონ ყველაფერი, რომ ზეგავლენა იქონიონ მასებზე ნეგატიური მხრიდან, მით უმეტეს შიშის გაკონტროლებით, იმ მასების შიშის გაკონტროლებით, ვინც ნახავს ამ საფრენ ობიექტებს, არაა გასაკვირი თუ ისინი გამოჩნდებიან 2025 წელს. მე უფრო დარწმუნებული ვარ თქვა ამ გოგომ, რომ ელიზაბეტმა, რომ ისინი აუცილებლად გამოჩნდებიანო 2025 წელს. Если у вас есть возможность... თითქოს ეს რაღაც პერიოდით მიწმარდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ თქვენ გაქვთ საშუალება ეს ესე იგი სცენა გაითამაშოთ უცხოპლანეტელების შემოჭრაზე, რატომ არ შეიძლება თქვენ თქვენი ენლეო ისარგებლოთ პროექტირებაში მეორე მხრიდან. მე ამ ინსაიდერს ახლა შევხვდი პირველად ინტერნეტში, უშუალოდ გავეცანი და მას ქონია ინგლისურ ენაზე ალბათ, იმიტომ რომ მაგის ინტერვიუ მე ჯერ არ მინახია, ახლა შევხვდი პირველად. ის ამბობს, რომ თუ თქვენ მე თვალყურს მადევნით, ალბათ ამერიკელ მცველებს ამბობს, თქვენ იცითო, რომ მე ბევრი ინფორმაცია მაქვსო ასეთი მეთოდით მოპოვებული. ელიზაბეტი ამბობს, რომ რაც ტექნოლოგიები აქვთ ამერიკელ სამხედროელებსო, ეს ტექნოლოგია ნამდვილად არ გაქვსო, არა მიწიერ ტექნოლოგიასო. ეს არის ჩვეულებრივი მიწიერი ტექნოლოგია, რომლის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ დედამიწაზე, მაგრამ ეს შევამჩნიე, რომ ხომალდეებით მართავენ არა გონიერი არსებები. 2025 წელს ისინი ემზადებიან ამ გეგმისთვის, ამ ცრუ შემოჭრაზე უცხო პლანეტელების. 20 დეკემბერს მე გამოვუშვებ ვიდეო პროგნოზით 2025 წელი. მე ვაკეთებ მასე ვიდეოებს ყოველ წელს და რა მინდა იცით გითხრათ, ეს ცრუ შემოჭრა უცხო პლანეტელების მინდა ახსნა მათთვის, ვინც ვერ გებულობს. პენტაგონს უნდა ოპერაცია გადახორციელოს, თითქოს შემოიჭრენ უცხო პლანეტელები. მაგრამ სინამდვილეში უცხო პლანეტელებს შემოჭრა როდომებოდათ, აქამდე შემოიჭრებოდნენ. მე ვგულისხმობ პოზიტიურად განწყობილ უცხო პლანეტელებს და ნეგატიურად განწყობილ უცხო პლანეტელებს აქ არავინ შემოუშვებს. ისეთი დაცვა აქვს დედამიწის გარშემო. მაგრამ პენტაგონს, ამერიკას აქვს რაღაც ტექნოლოგიები, რომელიც ჩამოგაქვს მაღალ განვითარებულ უცხო პლანეტელების ტექნოლოგიებს, მაგრამ არ არის ის არამიწიერი ტექნოლოგიები, როგორც მე ვთქვი, და მათ უნდათ ყველა ადამიანი ხო ვერ ერკვევა, ყველა ხომ არ უსმენს ინსაიდერების გამოსვლას, ზოგი თავისი ცხოვრების პრობლემითაა დაკავებული და ზოგს ეგონება, რომ ის ტექნოლოგიური აპარატები, რომელსაც ისინი გაუშვებენ ამ ხომალდებს, ეგონება აიხედებენ ზევით რაღაც უცხო წყობის აპარატი, ესე იგი უცხო პლანეტელებია. უნდათ ამ ჩრდილულ სახელმწიფოს უნდა შიში ჩანერგოს ადამიანებში უცხო პლანეტელების მიმართ. რათა უცხო პლანეტელები უბრალოდ ამათ მისცენ დრო, ამათი დრო იწურება. და ახლა ეს არის მათი, ასე ვთქვათ, მე არის აზარტული მოთამაშე არ ყოფილა და ვაბანკი. ისინი მიდიან ვაბანკზე. ამიტომ, როდესაც ნახავთ გაუგებარ აპარატებს, არ შეშინდეთ, ახლოს არ მიხვიდეთ, ეცადეთ სახლი მათ მოშორდოთ, ეცადეთ ქუჩაში ამ დროს არ დარჩეთ. შეიძლება მაგათმა რამდენიმე ადამიანს კი მოკლან, რომ ადამიანში შიში ჩანერგონ, პანიკა გაავრცელონ. შეიძლება ეს ყველაფერი, რადგან თუ დაიწყო ამერიკაში, ეს ყველაფერი გავრცელდება, რადგან ეს ჩრდილოური სახელმწიფო მართავს ჩვენ საქართველოსაც მართავს, ავაგონიათ. იგივე ლიდერები ჩინეთის, ირანის, რაღაც რუსეთის
რისი დაიწყო ომი უკრაინაში თქვენი აზრით? ომი დააწყებიეს და ახლა ის ჭრილული სახელმწიფო, ეს მე სხვა ვიდეოდან გავიმეორებ ამ ინფორმაციას, თუმცა წინა ვიდეოში სტივენ გრერის ვიდეოში იყო მგონი ეს ინფორმაცია, ხო? და მე ამაშიც ახლა გეტყვი თქვენ ჩაგიდებთ ამ ინფორმაციას, ვისაც ის ვიდეო არ აქვს ნახე. მათ უნდათ ტრამპი აიძულონ გააგრძელოს ომი უკრაინაში. არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეწყდესო ომი უკრაინაში. თქვენ რა გონიათ? ახლა რომ რუსეთმა ვარ ითქვა აფხაზეთს ის გულიზა თქვა, რადგან აფხაზები არ იმორჩილებიან, იქ ომდოდა რუსეთის ოლიგარხებს აპარტამენტები ეყიდათ, დაჩები კომუნისტური ლიდერების დაჩები ეყიდათ, ხო? არ მისცენ იმ აფხაზების მეორე ნაწილმა, რომლებიც რადიკალურად არიან გაწყობილი, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და ადგეს და აფხაზეთზე თქვეს ვარი. არ ეხმარებიან არ ფინანსურად, ან ენერგო დახმარებით. ახლა მე პოლიტიზირება არ მინდა, საერთოდ პოლიტიკაში არ მინდა შევიდე, მაგრამ ახლა იქ უშუქობა, ინტერნეტი არა, შუქი არა, ინტერნეტი საიდან იქნება. ეგ ყველაფერი სასჯელათაა გაკეთებული, აფხაზების დასასჯელად. თორემ ასე ადვილად დაათმობენ აფხაზეთს ისინი, არა, რასაკვირველია, თავიდან გამიხარდა ხა ეს ამბავი, რომ გავიგე აფხაზეთი დაიწყებს დამოუკიდებლად განვითარება, მაგრამ მე მივხვდი ყველაფერს, რომ რაც კეთდება, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები გააკონტროლო დასაჯონ და შიში დამოშუქობით, სხვადასხვა. არ ვიცი ახლა საქართველოში როგორ მოხდება ყველაფერი ამ პერიოდიდან, მაგრამ მიტინგებზე, ქუჩებზე გამოსვლი და მიტინგებით ამ საქმეს ნამდვილად არ ეშველება და არავინ არ მისცემს არავის ასეთნაირად. უბრალოდ ახლა ისეთი დრო მოდის, რომ უკვე დაიწყება ეს, თუ გახსნა მოხდა, ყველგან შეიძლება ყველაფერი, მარტო ამერიკაში არა, მთელ სოფლიოში შეიძლება ყველაფერი. და იგიც რაც მოიმოქმედებს ეს ჩრდილოური სახელმწიფო, არავინ იცის, მაგრამ მას ახლა იმდენი ძალა არ გააჩნია და ჩვენი გადარჩენა არის ჩვენ ხელში. ზოგი ამბობს, რა უნდა გავაკეთო, მე რას შევცლიო, როგორ არ შეცვლით, როგორ არ შეხლით შემოკარგებო. თქვენ უნდა ჩაახჩოთ თქვენ თავში აგრესია, სიძულვილი და იმოქმედოთ გონიერად. არა პირიქით, თქვენ ყვებათ იმ ძალებს, რომლებიც იკვებებიათ გავახით, ლუშით, ამ ენერგიებით, რომლებიც ამ რისხანების ენერგიით, რომელსაც თქვენ არ ხვებთ იმ სტადიონებზე, იმ ძალადობით ვერაფერს ვისამთ, აქ უნდა ჭკვიანი თავი. ჩვენ ქართულ სახელმწიფოს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ სისტემას. არა, ხანერად არ გამიგოთ. მე არაფერსკენ არ მოვუწოდებ ადამიანს. მე მინდა უბრალოდ თქვენი სულები გაიწმინდოთ, დამშვიდოთ და შემდეგ თავისთავად მოგივათ პასუხი ყველაფერზე. ნუ მიცემთ თქვენ ძვირფას ენერგიებს, არქონტებს და იმ უარყოფით ნეგატიურ არსებებს, რომლებიც იკვებებიან ჩვენი ნერვიულობით, ჩვენი თრემლებით, ჩვენი ტანჯვით. და ძალიან გთხოვთ, დამშვიდეთ, აგრესია ჩაახჩვეთ, სიძულვილი ჩაახჩვეთ. გაიწმინდეთ თქვენი სულები, გაიწმინდეთ თქვენი გული და ალბათ მოგეჩვენებათ სასაცილოდ, მაგრამ ამ სექსუალური ენერგიის დახარჯვაც კი დანაშაულია, რადგან ეს არის სასიცოცხლო ენერგია და ვინც ამ ენერგიას პრანტავს, იქ დიდი ხანი არ ცოცხლობს. ან გვტება ვენერიული დაავადებებისგან, ან გვტება ავარიაში, ანუ ვიყავენ რა თქვენგან ისეთ გუმურს ბინაში შეუშვებთ, რომელიც ყველაფერს გინადგურებთ. მე აი ამ დაგვარი სიტუაცია ყოველ ადამიანთან დაკავშირებით. თქვენ
თქვენი სულთა გულები მარტო კი არა, თქვენი ეს ენერგია, სექსუალური ენერგია, რომელიც არის საჩუქრ ენერგია, ამითაც უნდა განკარგავდეთ ცოტა ხილად და არ შერცხვეთ მე გულისხმობ კაცებს, თუ თქვენ ვინმე დაგცინა. არა, პირიქით. თქვენი სულიერი აღზრდა, გაზრდა დამოკიდებულია იმაზე, იმიტომ რომ ახლა მოდაშია შემოსული ეგ ამბავი, boyfriend-ი, girlfriend-ი და კიდევ ჯანდაბა რა და ექიმები აგიტაციას უტარებენ, რომ ჯანმრთელობის ის კარგია. არა, ჩემოკარგებო. ცდებით, ეს სისტემი, ეს არის ჩრდილოვანი ხელისუფლების გაშვებული დეზინფორმაცია, დაკონების. ვინც ჩვენ არ ოკუპაცია გაგვიგეთა, რომ ადამიანები ისგან კაჩონ ენერგია და ეს სექსუალური ენერგია იმ დროს ეს ამ ენერგიებით იყოფებიან წვრილი დონის ნეგატიური არსებები, იგივე ინკუბები, სანკუბები. ჯერ თქვენ ვიდრე იბძვით რაღაცის გამო, ჯერ თქვენ შეებძულეთ თქვენი თავის მტრებს, ჯერ თქვენ დაიცავით თქვენი სული და თქვენი სხეული და შემდეგ გზა, კარი გაიღება ყველაფრისკენ. კიდევ გეუბნებით, მე არაფერს არ მოგიწოდებთ, მე მხოლოდ მინდა რომ თქვენ თქვენი თავები გადაარჩინოთ. დიდი დრო არაა დარჩენილი. ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს არმაგედონი დაიწყოს როთაშორის. არა, მე არა ვარ არანაირი სექტის წარმომადგენელი და ის კი არა ყველა ქრისტიანულ რელიგიაზეც კი ვარი. არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მე წავს აბსოლუტი ღმერთი, რომელსაც ყველაფერი შექმნა. მე წავს ბუნების წავს კოსმოსური ძალის და ამიტომ ჩვენ ყველანი ვართ იქიდან წამოსულები, მათი თესლები ვართ. და უბრალოდ სკეპტიკოსიც რომ იყო. წამოიდგინეთ. რაში შედგება ადამიანის ცხოვრება? ქართველი მამაკაც რომ შეხედო, აი ავიღოთ მხოლოდ სიმღერაც კი არის შექმნილი. ფული, ღვინო და ქალები. აი ამ სამ სიტყვაში. თქვენ თვითონ დაფიქრდით, რას რდენა ამ სამ სიტყვაში. და აი ამით ღირს ცხოვრება მხოლოდ ამით? ესაკურველი არა. მაპატიეთ გამიგრძელდა საუბარი ჩემი აზრისა. და ელიზაბეტი ამბობს, რომ ამას კიდევ დამატებულიო მზის ამოფრქვევები, ეკონომიური ცვლილებები. ეს ეკონომიური ცვლილებები ხდება იმიტომ, რომ ეს სისტემა, საფულის სისტემა ამით მართავს ჩრდილოვანი სახელმწიფო და უნდათ ეს საბანკო სისტემა ერთიანი გახადოს, რომ ადვილი იყოს გაკონტროლება. სხვათა შორის საბანკო სისტემებში ყველგან არის შესული იმ გერმანელების შთამომავლობა, რომლებიც განცალკებდნენ, ჯერ იყვნენ ანტარქტიკაში, მერე გადასახლდნენ მარსზე და მთვარეზე, კოსმოსში. ხო და აიძულეს ამერიკას მოეწერა კაპიტულაციაზე ხელი და წამოიდგინეთ ჩვენმა ბაბუებმა რისის იბრძოლეს და ჩვენ გმართავენ ნახევარზე მეტი გერმანელები. ის არისტოკრატიის სამომავლობა, იმ არისტოკრატიის სამომავლობა. ახლა კი ვაგრძელებთ. ამან ნახა მომავალი თუ რა მოყვება იმ თუ შემოჭრასო და ელიზაბეტი თქვა რომ მე ვნახეო რომ ეს ამ თუ შემოჭრასო მოყვებაო შიში, ესე იგი თუ შემოჭრა იქნება, ეს იყო დაგეგმილი. ამიტომ გეუბნებით, უნდა გააკონტროლოთ თქვენი ემოციები, შიში დაამარცხოთ. მაგრამ ეს თუ შემოჭრა გამოახვიძებს ბევრს. მასიურად იქნება ადამიანის გამოღვიძება, მასიურად. ეს შიში აიძულეს მათ გამოიხვიძონ. როგორც ყოველთვის ელიტა ცდილობს კონტროლი აიღოს ხელში ადამიანებზე დაშინების ტაქტიკით. და როგორც ყოველთვის ამ დაშინების და შიშის ეფექტი მათ წინააღმდეგვე შემოტრიალდება. რაც გამოიწვევს უფრო მეტ გამოხვიძებას, უფრო მეტი ხალხის გამოხვიძებას, რასაც ისინი არ მოელოდნენ. არ მოელოდებიან უბრალოდ. ეს ამბობს მომავალში რა იქნება. იყავით ფრთხილად ისინი ზედატოლას გააძლიერებენ 2025 წელს სათხა მიახლოებით 1-დან 6 თვე
6 თვის განმავლობაში ამ თვეებს შორის ჩვენ ნახავთ რაღაც სიახლეს დრონებით არამე სხვა რაღაცასთან დაკავშირებით. ამით დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.